ჩვენთან მოვიდნენ ებრაელები და შემოგთავაზეს 25 მილიონი მანეთი. მაგრამ არ გვეუნებიან რაში გვთავაზობენ 25 მილიონ მანეთს. რაღაც ესე იგი ერთადერთი პირდაპირი რეისი ყოველ სამშაბათობით იყო თბილისი თელავი რა ერთ საერთაშორისო მაშინ 91 წელში და ნუ რაღაცის გატანა გვინდაო მაგრამ ეს თქვენი საქმე არაო ჩვენ ფულს გიხდით რა თქვენ ეს თქვენი საქმე მე უთხარი ეგრე სად არის მაო მე უთხარი რა და მე როგორ იცი უარი ეხლა ბიჭებს გადავხედე და ბიჭებმა უკვე ძალიან ისეთი ის იყო რომ შეიძლება იმ პიროვნებას იმ ებრაელს ვინც იყო სოლოლაკელი იყო ცუდი რამე დამართოდა და პირდაპირ უთხარი რა არა ჩვენ ამ ფულს არ ავიღებთ რა ჩვენ იმიტომ არ მოვედით აქ რომ ისა საბჭოთა სისტემის კორუფციული სისტემა შეგვეცვალა ეროვნული კორუფციული სისტემით ჩვენ ეს ფული არ გვჭირდება მაგრამ მეთქი ისი გატანაც გინდა მეთქი არ გაგატანე რა მე უთხარ შანსი არ არსებობს მაინც გავიტანო რა აიღებთ არ აიღებთ და მე ზვიად გამსახურდია რამდენი ხანი იქნებაო და დამემუქრა რა შავებით რა გაგიხვრიტავთო და დახვრიტავთო რა არ გაცოცხლებთ მე უთხარი ძმაო ქუჩას ვიცი აქ რომ მიყურებ მეთქი ქუჩას ვიცი ისიც ვიცი მეთქი დასრებაზე რა სროლა რა და მეთქი წადი შენ გზაზე და შენ ხო იძახი გაიტან აი მეთქი მე ნახოთ რა გაიტან თუ არა და ზუსტად ერთი თვის თავზე ერთ-ერთი ინფორმატორი რომელიც იყო კაკებეს ინფორმატორი აეროპორტში გადმოვიყვანეთ ეროვნული გვარდიის ჩვენზე ინფორმაციების მომწოდებლად რა 400 მანეთი დაუნიშნეთ ხელფასი რა მაგრამ მაგარი ინფორმატორი იყო მართლა რა იცოდა მისი არა მარტო ის თვითონ აი ხო იცი სამოქალაქო ავიაცია ვერ ხედავს რა სამხედრო როცა საბჭოთა ამიერკავკასიის სამხედრო თვითმფრინავები რომ შემოდის ზონაში მარტო წერტილათაც ჩანს და ის ყველაფერს კითხულობდა გესმის გარდა იმისა რომ ისეთ ინფორმაციას გვაწოდა სამხედრო ინფორმაციებსაც რა აი დესანტი იყო რა თვითმფრინავი მოფრინავდა რომელი დაждდა სად გაფრინდა სად დაждდა გესმის ყველა ინფორმაციები ქონდა რომ პრეზიდენტს ქონდა ყველა ინფორმაცია რა მოხდა რა ხო და ის მირეკავს ღამის 12-ის ნახევარია და პლატონო სასტრაფოთო აეროპორტშიო რა რაღაცა გადისო ხვალე 11 საათზე მიფრინავდა რეისი თბილისი თელავივი და რაღაცა ჩატვირთესო რა და ფრინავი იყო ომანიზის ფრინავი რა მურმან ომანიზე რომელიც არის საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი წარმოიდგინე საქართველოს რესპუბლიკის იმის ფრინავს გაქვს საქართველოს ეროვნული განზეულობა რეალურად ეთნოგრაფიული კი არა რეალურად განზი გაქონდათ რა ჩვენი სიმდიდრე ქართული ეროვნული არა მარტო კულტურული არამედ რეალური სიმდიდრე ჩვენი წინაპრების და ჩვენი სიწმინდეების ტაძრებში ნაკეთები ხატები ისმის რეალურად რა და ჩვენ ხო არ ვიცით რა გადის მაგრამ იმან ხო იცოდა რა იმ ფრინავმა რაც მიქონდა სკივრი იყო ესე იგი მეტრანახევრიანი სიგრძეზე და მეტრა სიმაღლეზე რა ხო და მითხრე იმ ადამიანმა მე არ გამოვჩებიო პლატონო ტელეფონში 2 კაპიკიანიდან დამირეკა და სად რა დევს ყველაფერი გამაგებინა და ნუ ნახევარ საათში ღამის პირველ საათზე უკვე იმაში ვიყავი რა ქვია აეროპორტში ბიჭებთან ერთად და აი ავდივართ რა იმაში რა ტრაბზე რა და კაკები გადაგვეღობა წინ ეგრეთ წოდებული ეროვნული უშიშროება მაშინ უკვე ეროვნული უშიშროება იყო ხო და არ მიშვებენ რა შიგნით რა ნუ მე ამოვუღე რა ის საბუთი რაც მქონდა პრეზიდენტის ხელის მოწერით და ის რომ დაინახეს გაიწინა ახლა იქ ისეთი რაღაცა ეწერა რომ იმას წინ ვერ აღუდგებოდნენ და პრეზიდენტის ხელის მოწერით და თან ვიცოდი რა სად რა დევს და რისთვის შევდივარ რა არაფერი არ მჭირდება რა ამოვიღეთ და გავხსენეთ და ეხლა მე 26 წლის და ვარ ესენი 20-22 წლის ბიჭებია და უყურებთ ხატები ხამარ-ხანჯლები ისა კაი ნაკსოვი ხალიჩები მაგრამ ვერ ყვევი ნამდვილად ვერ ყვევი და
ავიღე ეგრევე სამთავრობო ტელეფონი იმაში რა ქვია სამთავრობო იმიდან და დავრეკე პრეზიდენტის კანცელარიაში რა და ცხონებულმა მაისურაძე მაიღო ლალიმ და პრეზიდენტის ერთ-ერთი თანამებრძოლი და უსაყვარლესი ადამიანი რომელიც ხედრიონელმა დახვრიტეს ტყიბულის გზაზე როცა ბრუნდებოდა სამეგრელო და ცხონებული აი პრეზიდენტის მართლა გული და სული იყო რა გოგო იყო არაფრის რო არ ეშინოდა ხო და ლალიმს ვეუბნები რომ ლალე მეთქი პრეზიდენტი მინდა მეთქი რა და ეხლა 20 წუთის უკანო გავიდაო ბატონი ზვიადი კოშკში წავიდაო და რა გინდაო და მეთქი არ ვიცი აი ესეთი რაღაცა არის და რა ვქნა კოშკში მიუტანო თუ მეთქი პრეზიდენტის რეზიდენციაში მოვა რა ეგრეთ წოდებულ რეზიდენციაში თორე პარლამენტის შენობაში რა დღევანდელ პარლამენტის შენობაში და გადაურეკა იმაზე პირდაპირ მანქანაში ჰქონდა ბატონ ზვიაძის ტელეფონი და ჯერ კიდე არც იყო რა გალის ქუჩაზე ასული კოშკში თავის კოშკში და პლატონი რეკავსო ესეთი ამბავიო და რაკნას კოშკში ამოგიტანო თუ თქვენ მობრუნდებით ბატონო ზვიაძე და მე მობრუნდებიო და მომასწრო რა მოსვლა რა ბატონმა ზვიადმა ეხლა ის მერსედესით იყო მე ვილისით ვიყავი აეროპორტის ვილისის ხო ის ნათხოვარი მქონდა და იმით ავედით ბოლო და შევიტანეთ რა და რო გახსნა თვალს არ დაუჯერ ვიყურებს ჩვენ უყურებს ამას და აუცნებლიან და რა 20 სიხარულის ცხრემლები რა და თითეული ექსპონატი ეფერება და თითეული ექსპონანტი გვიხსნის ისტორიას აი სად არის გაკეთებული როგორ არის ვის მიერ არის გაკეთებული რომელი ხარეში არის გაკეთებული რომელი ტაძარში რომელი ეს მიშენ რამდენად და მე რეალურად ეთნოგრაფები როცა დაიბარა და მოვიდნენ 99% ეთნოგრაფების და ბატონი ზვიადის აი ხო იყო ერთი და ემთხო მაგრამ აქ ის კი არისო რომ მან ეს ყველაფერი იცოდა როგორ ეფერებოდა ამ ყველაფერს რა დათო შე რო გენახა აი არ ის იმ ადამიანის სიყვარული როგორ შეიძლება განა იმიტომ რომ ის ზვიად გამსახურდა მის მაგივრად რომ პეტრე ყოფილიყო ხო პეტრე მეყვარებოდა ვისაც ესე ეყურებოდა ჩვენი სამშობლო და ვის შემაყვარა რეალურად ქართული სახელმწიფო და ერის მსახურება ხო ამაზე დიდი სიმდიდრე ხო არაფერი არ არის ხო შემელო ის 25 მილიონი ამეყო ხო და გამეტარებიდა რა რაიდო რა ჩემი საქმე იყო ხო ან მაგალითად ათობზე არ ვიტყვი მაგრამ ათობით მილიონი კონტრაბანდა გვაქვს კონტრაბანდიდან ჩამორთმეული ეროვნულ ხაზინაში შეტანილი მე ამ ყველაფერს აი შვიდად ვერ უსმენდი აი დამბურძგლა რა აი ცოტა არ იყოს და როგორი ემოციური განცდა აქვს მონათხრობს და გადმოცემულს იმის შესახებ თუ ვის ხელში იყო შენი სახელმწიფო ვინ მართავდა შენ სახელმწიფოს და მერე ვინ აკყავს შენ მეთაურად მის მაგივრად ეროვნულ განცდას შეგიფასებს კი არა და პირველები არიან ვინც კულტურულ მემკვიდრეობას ყიდიან და ვინც საყდრისი ააფეთქეს და ვინც გელათი გაანადგურეს და ვინც მონეტებად დაარიგეს საქართველოს ტერიტორიაზე ნაშოვნი ნანახი და არქეოლოგიური ურწყინვალესი აღმოჩენები და ისეთებიც ხდება რომ ბევრმა არ იცის აგერ ბაღდადში უძველესი რომაელების აბჯარი ნახეს და რუსეთში გაუგზავნეს რომელიღაცა სენატორს საჩუქრად გული მერევა ბატონო პლატონ მე ამალს და მეზიზღებიან ესენი და გული მტკივა რომ ჩემი სამშობლო ამათ ხელშია ესენი ყიდიან არა მარტო ქვეყნის დღევანდელ მომავალს ესენი ყიდიან ქვეყნის ისტორიას და ნათქვამი როა ვინცო წარსულსო თოფს ესვრისო წარსულ ისტორიას ზარბაზანს დაუკუხებს აქაო და მთელი უბედურება რა არის იცი ამათ ღალატს ეწირება ჩვენი შვილები და ჩვენ დიდიერი ვართ ძლიერიერი ვართ ღვთის მიერ გარკვეულწილად კურთხეული ერი ვართ და არ გვაქვს ჩვენ ისეთი ხვედრი რომ პუტჩისტებმა ჩვენი სახელმწიფოებრიობა გაფანტონ და გაანიაო აი მე მოგიწოდებთ თითოეულ თქვენ და ჩვენ ძალიან დიდი ხანია ახლა ლაივ ეთერში ვიმყოფებით და
ბევრი ამბობს, რომ შენ დრო არა გაქვს, მაგის მეტი საქმე არა გაქვს, ეთყობა უმუშევარი ხარ და დრო ბევრი გაქვს. მე უყურებ უშიშროების ნარატივებს. აი რა მინდა იცი მივმართო უშიშროების სამსახურს. თქვენ ხომ მოისმენთ ბატონმა პლატონმა რა თქმა. აი მაშინ როდესაც გაგლეჯილი ვილისით, რომელსაც კანარეიკა თავზე ედგა, აი ესეთ საქმეებს აკეთებდნენ და თქვენ ხალხს უხდით ფულს იმის გულისთვის, აი ესეთი ნარატივები წეროს, ოღონდ რამენაირად განეიტრალდეს ხალხი ეროვნული ცნობიერება. ჩამოდით ვიზი ამერიკაში, ჩამოდით ევროპაში და შეეცადეთ დასაქმების გარეშე ერთი დღე გაიტანოთ. ერთი დღე გაიტანოთ ამ შუა კაპიტალიზმში. რა თქმა უნდა, უმუშევარი არა ვართ, მაგრამ ჩვენი ქვეყანა რო გვიყვარს, მიტომ ვნახულობთ მისთვის ამ დროს და მიტომ საუბრობთ, რომ ყველა თქვენი მონად არ იქცეს, მან ვინც რეალობა არ იცის, მან ვინც სიმართლე არ იცის. აი ეს არის სიმართლე. ბატონო პლატონ,